აქ ყავდა ტაბატაძე და რატო არ ვავსებდით სტადიონს? ზუსტად იგივე დაემართა ფეხბურთს, რაც დაემართა საქართველოს შოუ-ბიზნესს. ანუ ხალხის ღრმა ინტერესი საკლუბო ფეხბურთის მიმართ სამწუხაროდ არ არის. ეხლა ეს ხალხის ინტერესს ვერც გორის დილა შეცვლის, ვერც დინამო, ანუ ვამბობთ, რომ მოვიდეს ისეთი ფეხბურთი, უკეთეს ხარისხის ფეხბურთია ჩვენონდაით, ანუ არ შეიცვლება, ანუ პირობითად ფეხბურთელები თამაშობდნენ საქართველოში, რომლებიც მეორე დღეს წავიდნენ და ტოპ 5 ლიგაში თამაშობენ და ის არც იმ ფეხბურთელების საყურებლად დადიოდა აქ ვიღაცა პირობითად. ხო თუ ესპანეთიდან არ გვეტყვიან, რომ ტაბატაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელია და თუ არ დაინტერესდება მე ან პრემიერ ლიგა, ან სერია, ან ვიღაცა, აქ ყავდა ტაბატაძე და რატო არ ვავსებდით სტადიონს? პირობითად ვამბობ. ეს ნიუანსი ჩემთვის არის იმის მანიშნებელი, რომ შოუ აღარ იდგმება სტადიონზე, არ უყურებენ როგორც შოუს, არ უყურებენ სათანადო გარდობის საშუალებას, თუ ვინმე უყურებს რაღაც აპლიკაციაშიც უყურებს YouTube-ზე და აღარ მიდის ამ სტადიონზე, ამისთვის საჭიროა რომ გავაჩინოთ რაღაცა აზარტი. ეს აზარტი მე არ ვთვლი რომ ეხლა გელენდვაგენი რომ გავათამაშოთ ყველა თამაშზე სტადიონზე ხალხი მოვა. ჩემი აზრით მაინც პრობლემა იქნება. ადრე ეგეც ვცადეთ რაღაც კონკურსები, რაღაც ბურთი ცენტრიდან დავარტყმენოთ კარებში, ფულადი ჯილდოები, ამდენეთზე ბილეთზე პრიზი მივცეთ. არ მოქმედებს ესენი. მე უფრო მგონია რომ მოქმედებს ის, რაც მოქმედებს. მაგალითად გორის დილასთან მიმართებაში არ ყოფილა UEFA-ს თამაში, რომ ყველა ბილეთი არ გაყიდულიყო. ამიტომ ჩემი აზრია ის, რომ ჯერ უნდა შევიდეთ ჯგუფში პირობითად და ის მოიყვანს ხალხს და მერე უნდა შევინარჩუნოთ, იმ ხალხი უნდა გავხადოთ მაყურებლიდან გულშემატკივარი და ის გულშემატკივარი უნდა შევინარჩუნოთ მერე და არა პირიქით, რომ ჯერ ხალხი მოვიყვანოთ და მერე ეგ შეგვიყვანს ჯგუფში, იმიტომ ხალხს ვერ მოვიყვანთ, ფაქტია ვერ მოყვავს და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მე არ მჯერა რომ რაღაცა матч-დეი აქტივობა ეხლა სასისქს გავყიდით თუ ლუდს გავყიდით, გაავსებს სტადიონს. ეგ არ მიმაჩნია სწორად და არ მუშაობს. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.